2024 წელი არჩევნების წელია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. პარტნიორებმა ევროკავშირიდან საქართველოს არაერთხელ უთხრეს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ევროკომისია ითხოვს, საარჩევნო გარემოსთვის უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციები. არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრე პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების აზრით სრულად უგულვებელყოფს ამ რეკომენდაციებს. ევროკავშირი ძალიან მაღალ თამასას გვიწესებს ამ მიმართულებით და პირდაპირ გვეუბნება, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა, იმიტომ რომ ბოლო წლების არჩევნებსაც რომ გადავხედოთ, ჩვენ ასეთი არჩევნები ნამდვილად არ გქონია, რომ ყველა ამ სამივე პუნქტს ბოლომდე აკმაყოფილებდეს და ეხლა ეს ყველაფერი გახდა ასევე შესაძლოა გახდეს ბარიერი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადასასვლელად. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არჩევნებისთვის, პარტიების დაფინანსების საკითხზე, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. თუმცა არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს აქტივობები ძირითადად რეკომენდაციებთან შეუსაბამო და არასაკმარისია. წარმოდგენილი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის თანახმად ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელს თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრის სააგენტოს და მოითხოვოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკური პარტია 2 წლის განმავლობაში ზედიზედ არ წარადგენს საფინანსო დეკლარაციას. მინდა მოგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ინიციატივა, რადგან მოქმედი კონსტიტუციით პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს პარტიის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მოწოდებას ან შუღლისკენ მოწოდებას და ასე შემდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ღრმა და კომპლექსური რეფორმა სჭირდება. და რაც მთავარია, სჭირდება სწრაფად, რადგან არჩევნებამდე, ანუ 26 ოქტომბრამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და როგორც საქართველოს მეგობრები ამბობენ, წლევანდელი არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.